გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო. ბაგრატოვანთა დრო კვლავ თქვენთან არის, კვლავ ვაგრძელებთ ჩვენი გადაცემათა ციკლს და მოგეხსენებათ ჩვენ ბაგრატიონებს და ბაგრატოვანთა ისტორიას განვიხილავთ არა მხოლოდ ისტორიული კუთხით, არამედ განვიხილავთ კულტურის მხრივ და სხვადასხვა განზომილებებში, რომ შეიძლება ესე ვთქვათ. და მოდით დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბატონი ალექსანდრე ელერდაშვილი, რომელიც გახლავთ აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი და მთარგმნელი. გამომცემლობა ფანტაზიის რედაქტორი. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე. გამარჯობა. და პირველ რიგში პირველი შეკითხვით გადმოვალ თქვენთან, რას გვეტყვით ბაგრატიონებს და რას ეტყვით ჩვენ გადაცემას ბაგრატოვანთა დროს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენს მაყურებელს მიესალმები. ეს რა თქმა უნდა ისეთი ცნობილი და კარგად შესწავლილი გვარია საქართველოს ისტორიაში, რომ ძნელია რაიმე ახალი დაამატო და უნდა გაიმეორო როგორც ჩანს დიდი მეცნიერების მიერ გამოკვლეული ფაქტები. მაგრამ როგორც ჩანს არის ერთი საკითხი, რომლის შესახებ პირადად მე გავამახვილე, რომელზეც გავამახვილე ყურადღება და ახლა მინდა ამის შესახებ ვესაუბრო. აი პავლე ინგოროყვას აქვს გამოკვლეული და შესწავლილი ეს საკითხი, რომ ბაგრატიონების ბაგრატიდან მოდიან მასი შთამომავლები არიან ამ ერთი პიროვნების მითიური ან რეალური თუ ისტორიული, ეს მეორე საკითხია, მაგრამ სიტყვა სახელი ბაგრატი რომ არსებობდა, ეს ფაქტია. აი ჩამოგითვლეთ ახლავე იმ ეპოქის სახელებს: ბაგრატი, სუმბატი, ლიპარიტი, რატი, აშოტი და მერე შემდეგ დასავლეთ საქართველოს გვარებში დარჩა ეს ტი დაბლოება, ისეთ გვარებში როგორც არის ღლონტი, ჟღენტი, ჯიბუტი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ეს ტი დაბლოება რაღაცას ნიშნავდა ლაზურ, ჭანურ ენებში, მათ დიალექტებში, ამის შესახებ რაღაცა უფრო ზუსტი ფაქტები და გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, მაგრამ ფაქტად რჩება, რომ ეს ტი დაბლოება ბოლოსათი რაღაცას ნიშნავდა. აი ამას თუ ჩამოვაშორებთ, ესე იგი რჩება ბაგ რა და ის ცნობილია ასეთ ფაქტიც, რომ ირანელთა კარზე და ვახტანგ გორგასლამდე გამოჩნდნენ ეს ამ დინასტიის ამ გვარის წარმომადგენლები შავი ზღვის სანაპიროებზე. ბაგარატიდების დინასტია არსებობდა ირანის სასანიანთა მეფის კარზე და ისინი გადმოვიდნენ როგორც ჩანს ისლამამდე, ისლამის წარმოშობამდე მე-7 საუკუნის დასაწყისამდე იმ ეპოქაში დიდი ძვრები და დიდი რაღაც მოლოდინი იყო, რაღაცა გარკვეული ახალი ძალის შემოსვლის ეს ისლამი იგულისხმება და გადაადგილებები ხდებოდა დინასტიებისა, დიდ გვაროვნებისა და ასე ვთქვათ არისტოკრატიული ჩვენ წელთაღრიცხვით არის ლაპარაკი, წელთაღრიცხვამდე ეს სხვა საკითხია. იმასაც ეხლავე ორიოდე სიტყვა შეგვიძლია თქვა. ანუ რატო შეიძლება მოხვედრილიყო ამ დინასტიის ამ ბაგარატიდების წარმომადგენლები შავი ზღვის სანაპიროზე, საიდანაც ისტორიულად ითვლება, რომ ბაგრატიონები არიან წარმოშობილი თანამედროვე თურქეთის ისპირის ვილაიეთის, ანუ სპერიკ ძველ ქართულით და იმასაც ამბობენ, რომ ტოპონიმურად და ეტიმოლოგიურად ეს ქართული სიტყვა სპერიო და ლეჩხუმის და სვანეთის რეგიონებში არის სოფლები, სადაც ეს სპერძირი არის შენარჩუნებული. ასე თუ ისეა ამ ქართულ რეგიონში აღმოჩნდა ეს გვარი და როგორც ჩანს აი ტი დაბლოება აქ შეიძინა. ეს მეორე საკითხი. ახლა მთავარი რაც იყო ძირი ბაგ. სავარაუდოდ შეიძლება ამ ძირი ბაგ და ცნობილი დიდი ქალაქის ბაბილონის ნანგრევებზე აღმოცენებული დიდი ქალაქი ბაღდადის ძირი, რომელიც ბაღდადი ძველ სპარსულად ღვთისმოძებულს ნიშნავს, ბაღდად. იგივე სიტყვა ბაღა ძველი სიტყვა ინდოევროპელთა ენებისთვის და შემდეგ რუსულ ენაში დარჩა ბოგის სახით, ღმერთის სახით, მოგეხსენებათ. ასეა თუ ისეა, აი ბაგრატიონთა გვარში არსებული ლეგენდასავით გადმოცემა, რომ ის მათ ღვთიური წარმოშობა ბიბლიური დავითთან დაკავშირება, როგორღაც ეს შეიძლება გამართლდეს და დაუკავშირდეს ამ ძირს. ასეა თუ ისეა, ვარაუდობენ, რომ ორი ვერსია არსებობს, რომ ბაგრატიონები 506 წლიდან ანუ ვახტანგ გორგასლის შემდეგ გამეფდნენ. პირველი გვარამ ერისთავი იყო და ასე თუ ისე გვარამ კურაპალატიც ეწოდა. კურაპალატი უკვე ბერძნულია, სამეფო კარის ასე ვთქვათ მცველს ნიშნავს, ეს სხვა სიტყვა. მაგრამ მეორე ვერსიით 8-9 საუკუნის დასაწყისიდან არის, როცა აშოტ კურაპალატმა შექმნა სამხრეთ საქართველოში არტანუჩში ძლიერი სახელმწიფო, რომელმაც ფაქტიურად დაუდო სათავე შემდეგ ერთიანი საქართველოს
შექმნას და სწორედ საინტერესოა რომ ბაგრატ მესამემ შექმნა 978 წლიდან დაიწყო ესეთი სიტყვა ეს სიტყვა ბაგრატი და მისი ძირი არ არის შემთხვევით მოხდილი ამ გვარში და რაღაც ნამდვილად უკავშირდება ძველ რელიგიურ თუ ბიბლიურ წარმოშობას როგორც ამ გვარის თქვენ გვარის წარმომადგენელი ხარ და თავად იდით ყველამ თავისი გვარის ისტორია ასეთ შესწავლილი აქვს და იცის ამ ლეგენდის შესახებ რომ უკავშირდება ბიბლიურ დავით წინასწარმეტყველს ბატონო ალექსანდრე ძალიან საინტერესო იქნებოდა თუ თქვენ გვეტყოდით ბაგრატიონების ურთიერთობას აღმოსავლეთთან კულტურის მხრივ თქვენ აღმოსავლეთთან ძანდებით დიახ მოგეხსენებათ ეს ეპოქა ამ შემთხვევაში კონკრეტულად რელიგია ისლამი ალბათ არ არის მთავარი ფაქტორი მოხდა როგორც ჩანს დღევანდელ აზრს განმავითარებ და დაუკავშირებ ბაგრატიონების საკითხს ისლამი როგორც ჩანს მაინც იყო პასუხი იმისა რაც ქრისტიანობამ შექმნა თავი და განვითარება ქრისტიანობა დასავლეთის სამყაროს სინონიმად იქცა განვითარება აღმოსავლეთმა ისლამის სახით როგორღაც ასე თქვა ძალიან მარტივად რომ თქვა პასუხი გასცა რელიგიურად და თავისი ასე თქვა აღმოსავლეთ ეს ორი რეგიონი სამყაროისა დასავლეთი და აღმოსავლეთი რელიგიურადაც დაუპირისპირდა ერთმანეთს არ შეიძლებოდა იმ ეპოქაში ლაპარაკია ადრე ფეოდალურ ხანაში ავიღოთ თუნდაც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი წლებიდან ნებისმიერი გვარი თუ პიროვნება თუ ასე თუ ისე პოლიტიკური თუ კულტურული მოღვაწე რომ არ ყოფილიყო დაკავშირებული აღმოსავლეთთან. იმიტომ რომ აღმოსავლეთი იყო მაშინ ყველაზე ცივილიზირებული სამყაროში. ნუ ევროპა ჯერ რომის იმპერიის დაშლის დანგრევის შემდეგ იწყებდა ჩამოყალიბებას, ბიზანტიის იმპერიაც ასე თუ ისე არ იყო დასავლური კულტურა, მიუხედავად იმისა ქრისტიანული სამყარო იყო, მაინც თავისი ფესვები და თავისი თანამედროვე სიტყვა და მენტალიტეტი მაინც აღმოსავლეთს უკავშირდებოდა. შესაბამისად, ბაგრატიონებიც თავისი წარმოშობითაც, გვაროვნული წარმოშობით თუ გვარის ეტიმოლოგიური წარმოშობით უკავშირდებოდა აღმოსავლეთს და ავითარებდნენ თავის საქმიანობას აღმოსავლეთში და როგორც ჩანს, აი ეს ფაქტი, რომ მერვე საუკუნეში უკვე აშოტმა და მერე მისმა შთამომავლებმა ადარნესემ და სხვებმა, ნუ თითქოს აქედან გადასახელით მე-21 საუკუნეში ადვილად მოახერხეს სამეფო სადავეების ხელში ჩაგდება. ეს ალბათ ასე ადვილად არ მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო ეს გვარი დიდი კულტურული, ასე თქვათ, წინაპირობების მქონე რომ ყოფილიყო, მით უმეტეს მოგეხსენებათ, რომ ამ გვარმა არა მარტო საქართველოში, არამედ სომხეთშიაც მოიპოვა სამეფო დინასტიის ტარების უფლება და გამეფდა. თუმცა სომხეთში დიდხანს ვერ იყვნენ, ბაგრატუნები იყვნენ, საქართველოში მე-19 საუკუნემდე მოვიდა. ამას ყველაფერს კულტურულად როგორც თქვენ მძანეთ, მთელი აღმოსავლეთის უძველესი კულტურა ასრულდებდა. თუნდაც შეგიძლიათ ძველი ინდური თუ ირანული კულტურები და იმ ცივილიზაციებში არსებული რაღაც ცნებები და კულტურული საკითხები დავასახელოთ. ნუ ჩინური სხვა სამყაროა ამ შემთხვევაში შორეულ აღმოსავლეთს გულისხმობს. ისე რომ ქართველი მეფეები, აგერ მეფე ერეკლემდეც კი ბაგრატიონიდან მოგეხსენებათ მეფე ერეკლემს ბაგრატიონი გახდა, მონაწილეობდნენ აღმოსავლეთის ცხოვრებაში არა მარტო კულტურულ, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებაში და მეფე ერეკლემ ინდოეთშიც კი ილაშქრა თავის დროზე. ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ ირანის დიდი იმპერიის შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა საქართველოს იმ შემთხვევაში და მეფე ერეკლემაც მიიღო მონაწილეობა ამ დიდი იმპერიის სამხედრო ავანტიურაში, ასე რომ ვთქვათ. ასე თუ ისეა ეს გვარი აქტიური იყო, მთელი ირანის იმპერია ვახსენე და ნუ მოგეხსენებათ ეს ხან თვითონ სპარსელები ფლობდნენ ამ ეს სიტყვა ირანი, იმიტომ გამაერთიანებელი ცნება, ხან სპარსელები დომინირებდნენ, ხან თურქული ელემენტები იყვნენ, ხან სხვა ყიზილბაშები დაუშვათ თუნდაც ეს ეხა ახლანდელი სამხრეთ აზერბაიჯანში მცხოვრები ტომები იყვნენ. ქართველი ბაგრატიონები თავისი საქართველოს სახელით მონაწილეობდნენ ამ ქვეყნის კულტურულ, პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ ცხოვრებაში. ანუ საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და ახლო კი არა, ფაქტურად ძირი და ფუძე იყო აღმოსავლეთ. დიახ, შემა თქვენ წარმოვიდგინეთ ირანში და ეხლაც მეც რამოდენიმეჯერ მომიხდა ბოლო წლებში ყოფნა, ქართველს რომ ახსენებთ სიტყვას, ძალიან ესეთი დიდი პატივისცემით და ძალიან დიდი გაკვირვებითაც კი გიყურებენ, იმიტომ რომ ქართველი გურჯი მათთვის რაღაცა
არა ჩვეულებრივი წარმომავლობის და ისტორიის კულტურულ ეთნიკური ასე ვთქვათ ფაქტორების მქონე ადამიანები მიაჩნია. დღესაც მე გეტყვით ერთ მაგალითს ირანში ყოფნისას მე სიტყვა გორჯიკი ვიცოდი რა თქმა უნდა რასაც ნიშნავს, მაგრამ ამ სიტყვის მეორე მნიშვნელობა რაც ნიშნავს ლამას, ულამაზეს დღეს ირანში გამოიყენება. აი მაგალითად ერთ საუბრისას მომიყვანეს მაგალითი რომ ირანში პატარძალი რომ არის ულამაზესი და უშენერესი პატარძალზე ლამაზი ქალი ხო მარშალება იყოს მე ხო პატარძლობისას რომ არის ქალი ლამაზი აი იმ ქალს ერთადერთი სიტყვით მოიხსენებენ ისეთი ლამაზია როგორც გორჯიო და თქვენ წარმოვიდგინეთ ეს სიტყვა სავარაუდოდ შეიძლება ინგლისურ ენაშიც გადავიდეთ და გორჯიოს არის ინგლისურ ენაში ლამაზ მოხდენის დახვეწებს ნიშნავს შეიძლება სავარაუდოდ აქედან განვითარება ფაქტად რჩება რომ დღეს აღმოსავლეთში ირანში და თქვენ წარმოვიდგინეთ მე პირადად ყველას გვხვდებოდა თურქეთშიც რა ნამყოფი და ერთ-ერთი შეხვედრისას ადგილობრივ თურქებთან რომ მკითხეს გარეგნობითო სლავს არ გავხარო გასაგებია და სადაურიხავდო რომ უთხრა რომ ქართველი გურჯიო რომ მომენტალურად ვიგრძენი მათგან გარკვეული პატივისცემა ეს ჩემი პიროვნების კი არა საქართველოს მიმართ იყო პატივისცემა რომელიც დღემდე არის შენარჩუნებული აი ეს შუა აზიაშიც ყოთაშორის შუა აზიაშიც მე მქონდა ჩემი ცხოვრების პერიოდები რაღაც 2 წელიწადი შუა აზიაში ვიცხოვრები და ავღანეთის ომის დროს და იგივე ამბავის ქართველს გურჯის ძალიან დიდი პატივისცემით ეპყრობიან. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ესეც გაგრძელდება და ესეც იქნება ამის იმედს ვიტოვებ და ეს ბაგრატიონების დამსახურებაც არის ალბათ ამაში ძალიან დიდი რომ ეს ქართული ფენომენი პატივისცემას იმსახურებს. ალბათ და თითოეული იმ ქართველი ადამიანის და იმ ქართული სულის მატარებელსაც რა თქმა უნდა რომლისთვისაც თავის ქვეყანა ესეც მნიშვნელობას წარმოადგენდა. ბატონო ალექსანდრე, კონკრეტულად პიროვნებები, აი ბაგრატიონებიდან, რომელმაც განსაკუთრებული აღიარება ჰპოვა აღმოსავლეთში და ჰქონდათ ურთიერთობა იმდროინდელ ძალიან ესეთი ვარსკვლავებით პიროვნებებთან, აი ამის შესახებ თუ ისტორიულ პიროვნებებზე ვილაპარაკებთ, ახლა ცნობილია და ამ ბოლო წლებში განსაკუთრებით დიდი ინტერესის იწვევს ერთი პიროვნების ფენომენი ფაქტორი, როგორც გურჯი ხათუნი გახლავთ, ეს არის თამარ მეფის შვილიშვილი, თავადაც თამარი, რომელიც მე-13 საუკუნეში ცხოვრობდა რუმის სასულთნოში. მართალია, მისი მამა არ იყო ბაგრატიონი, თვითონ დიახვიცით მაგრამ შთამომავლობით თამარის შთამომავლე რუსუდანის ქალიშვილი იყო და რუსუდანის თქვათ ისე რა ქვია დინასტიური წესების მიხედვით რუსუდანის ძე ითვლებოდა ან როგორც თამარის ძე იყო ლაშა გიორგის. დიახ, რა თქმა უნდა, ძე, სხვა ძე არ ესვა მეფესა მარტოდან მარტო დასული თვითონ ვეფხის ტყავსენი დასამსი იყო, ძე არ არის მხოლოდ ვაჟი, ძე არის შვილი, ხო? იმ ეპოქაზე თუ ვისაუბრებთ. აქედან გამომდინარე ამ პიროვნებასთან დაკავშირებული კიდევ ბევრი რამ არის ალბათ გამოსაკვლევი და თქვენი ისტორიული პიროვნება რომ ბრძანეთ ახლა გურჯი ხათუნთან გურჯი ხათუნი სიტყვით გურჯი უკვე ვთქვით რა ყველა მიცის ეს მაგრამ სიტყვა ხათუნი აი რუსთაველთან არის დაფიქსირებელი ფატმან ხათუნი ხათუნი დახატულს ნიშნავს მოხატულს მშვენიეს ლამაზ ლამაზი ქართველი ქალი ასე ვთქვათ ლამაზი ქართველი გურჯი ხათუნი ჩვენი ასე ვთქვათ ქართული ენით რომ ვილაპარაკოთ და თამარი ამ შემთხვევაში შვილიშვილი თამარი მასთან დაკავშირებულია თელ აღმოსავლეთში ცნობილი და თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებით პოპულარული უდიდესი პიროვნება და პოეტი სუფიზმის მისტიური პოეზიის ასე ვთქვათ წარმომადგენელი ჯალალ ედ-딘 რუმი როგორც მას დღეს მოიხსენებენ თუმცა იგი სხვა სახელებით უფრო ირანში მაგალითად რუმის არ ახსენებენ ჯალალ ედ-딘 ბალხი ჰქვია იმიტომ რომ თავად წარმოშობით ირანის რეგიონებიდან იყო ცხოვრობდა დანამდვილ თურქეთის ტერიტორიაზე მიჩნეულია თურქეთის დიდ პოეტად ამ დროს თურქულად ერთ სიტყვას დაუწერია მაგრამ 2-3 ბეითი ალბათ მთელი უზარმაზარი პოეზია შექმნა სპარსულად და ირანელები მოიხსენებენ როგორც ბალხის ანუ ბალხში დაბადებული და რუმი არის რუმის ანუ რუმის სასულთნოს ანუ აღმოსავლეთში თანამედროვე თურქეთის ტერიტორიას ბიზანტიას ანუ მაშინდელ ბიზანტიას ეწოდებოდა რუმი ანუ რომი სხვა არაფერია რაიმე განსაკუთრებული. აი ამ ორი დიდი პიროვნების ამ შემთხვევაში ახლა
ჯალალედინ რუმი მსოფლიო მასშტაბით რა თქმა უნდა განუზომნოდ პიროვნებად არის მიჩნეული ვიდრე გურჯი ხათუნი, მაგრამ გურჯი ხათუნი ჩვენთვის ბევრად უფრო საინტერესოა ალბათ ვიდრე ჯალალედინ რუმის პიროვნება ისტორიულადაც და ასე ვთქვათ კულტურულადაც და ჩვენი ისტორიის განვითარების თვალსაზრისით. ამ ადამიანებს შორის იყო ძალიან დიდი მეგობრული მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა, მიურიდი და მურშიდი სუფიზმის ტერმინებით თუ ვილაპარაკებთ და თქვენ წარმოიდგინეთ გურჯი ხათუნი ჯალალედინ რუმის ახლა იმ ეპოქაში როგორ შეიძლება თანამედროვეები ზოგადად დიდი პოეტების ხვედრი ასეთია რომ თანამედროვეები მას პატივს არ სცემენ და არ აღიარებენ და არ მიეჩენ რუსთაველის მაგალითი რომ ავიღოთ და რაღაცა რუსთავიდეთ აგერ გალაქტიონ ტაბიძე იმ დღეში იყო მე-20 საუკუნეში რომ წერალთა კავშირს თუ ვიღაცას მიმართა რაღაც ინსტანციას და პალტო არ უყიდეს სიცივით ასე თქვა იტანჯებოდა გალაქტიონ. თანამედროვეები როგორც ჩანს არ აღიარებდნენ ასევე ჯალალედინ რუმის, მაგრამ გურჯი ხათუნი მას აღიარებდა, დიდ პატივს მიაგებდა და პორტრეტით კი დაახატენა მისი და ერთადერთი პორტრეტი რეალური, რომელიც შემორჩა ისტორიას თამარის გურჯი ხათუნი თამარის მიერ არის შეკვეთით შესრულებული და როცა იგი გარდაიცვალა რუმი პოეტი მისთვის ქალაქ კონიაში აკლდამა ააშენებინა და იქ შეიტანა წმინდა ქართული არქიტექტურული ელემენტი, ქართული ეკლესიების მწვანე ფერის გუმბათი. ეს ძნელი და სათქმელია თვითონ ჯალალედინ რუმი რამდენად იყო ქართული სამყაროთი დაინტერესებული, მაგრამ არაფრით არ შეიძლება რომ მას ვეფხისტყაოსანი არ სცოდნოდა. თუნდაც იქიდან ვიმიჯეროთ რომ აი ეს ტრადიცია საქართველოში მზითებში გატანება ვეფხისტყაოსანისა აუცილებლად რუსულენად თავის ქალიშვილს გაატანდა მზითებში ამ ვეფხისტყაოსანს და იგი შეასწავლიდა იქ და საკმაოდ განსწავლული იყო იმ დროისთვის და გამორიცხულია რომ ხო ნუ ჯალალედინ რუმი ეხა რომ ბერძნულს, თურქულს, სპარსულს, არაბულს ენებს ფლობდა ფაქტია მისი ნაწერებიდან და არის მოსაზრებებიც რომ იგი ქართული ენის რაღაც ელემენტებსაც ფლობდა და გააჩნდა ხსურული რომ ეს ენა ჩვენი ენა შეესწავლა. ანუ გურჯი ხათუნის დამსახურება შეიძლება ჩაითვალოს ის რომ მისი პორტრეტი არსებობს ჯალალედინ. დიახ, პირადად მისი დამსახურება თითქოს რომ მან შეუკვეთა და დაახატნა თავისი მასწავლებლის პორტრეტი და დღესაც ეს პორტრეტი შემორჩენილია, თორემ რომ არა იგი ჯალალედინ რუმით შეიძლება და გურჯი ხათუნმა კიდევ ბევრი რამ ის განაპირობა, თუნდაც მისი აკლდამის შექმნით, მავზოლეუმის შექმნით და მისი რეალური ასე ვთქვათ, აი პიროვნულობა დაამტკიცა და გაამყარა, რომ არა იგი ალბათ ისეთივე ის იქნებოდა ჩვენ თანამედროვე ეპოქებისთვის უცნობი, შესასწავლი, ასე ვთქვათ, დაკარგული და მიუგზა ყველა არეული, როგორც რუსთაველია ჩვენთვის, რომლის არც წესიერად სახელიც კი არ ვიცოდით წესიერად, სანამ მე-16 საუკუნეში თეიმურაზ პირველმა იგივე ბაგრატიონმა თავის ნაწარმოებში არ დაწერა, რომ მას შოთა ერქვა. 5-6 საუკუნე ქართულ ისტორიულ წყაროებში თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში არ ჩანდა, რომ რუსთველს ერქვა შოთა, მაგრამ მე ნუ თეიმურაზ პირველს დაეჯერება, რომ ის ნამდვილად შოთა იყო. საოცარია ისიც, რომ დარწმუნებული ვარ მე უამრავი ნაწარმოები ექნებოდა შოთა რუსთაველს კიდევ დაწერილი. დიახ, არის ვერსია თითქოს ამ 20-25 წლის წინ გაჩნდა ესეთი ვერსია, რომ კაიროს ბიბლიოთეკაში არაბულ ენაზე დაწერილი რუსთაველის ერთ-ერთი ლექსის თარგმანი მიპოვეს. ნუ იმ ეპოქაში წესი იყო ასეთი, რომ შეადგენდნენ ხოლმე მთელი აღმოსავლეთის ცნობილი პოეტების კრებულებს, თესქერეებს, ასე ვთქვათ, ალმანახებს, ეგრეთ პოეტრულ ალმანახებს და იქ არის შესულია, მაგრამ მე აღარ გაგრძელდა ეს თემა, არ ვიცი რატომ და როგორ. ეხლა ხან გაჩნდა ესეთი ინფორმაცია, ეს უკვე Facebook-იც, Facebook-ის ესეთივე საინფორმაციო წყაროა დღეს როგორც ადრე დაუშვით. ძალიან სერიოზული. ხო, გაჩნდა თითქოს ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში აღმოჩნდა რუსთველის ნაშრომთა რაღაცა გარკვეული რუსთაველთან დაკავშირებული ინფორმაცია და ველოდებით რომ მართლა გამართლდება თუ არა ეს საკითხი. ასე თუ ისეა აუცილებლად ექნებოდა შოთა რუსთაველს დაწერილი და თქვენ წინ სანამ გადაცემას დავიწყებდა ჩაწერას საკითხი რუსთველის ბაგრატიონობის შესახებ დიახ, უნდა მეკითხა ბატონო ალექსანდრე დამასწარით. დიახ. არის ასეთი ვერსია, რა თქმა უნდა, ბევრი ვარიანტი არსებობს, ბევრი ვარაუდი რუსთველის შესახებ, სამწუხაროდ ზუსტი ცნობები არ შემოგვრჩა, რომ თავადაც იყო ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. ამას ვერც ვერავინ უარყოფს და ვერც ვერავინ დაამტკიცებს, მაგრამ ვარაუდებით შეიძლება ასეთი რამ ვთქვათ, რომ
ერთ-ერთი ხელის შემშლელი იმისა, რომ რუსთველსა, შოთა რუსთველსა და მე რუსთაველ ფორმას არ ხმარობ შეგნებლად, იმიტომ რომ რუსთველად არის იხსენებს იგი საკუთარ თავს. ხელის შემშლელი იმისა, რომ მისი, ასე თქვათ, სიყვარული ვერ მივიდა სასურველ შედეგამდე თამარის მიმართ, მოგეხსენებათ, რომ ეს უკვე მთელი ხალხური ტრადიცია გადმოსცემს მისი ტრფობის საკითხ ამბავს თამარის მიმართ. შეიძლება ესეც ყოფილიყო ხელის შემშლელი, თუმცა დავით სოსლოვიც ბაგრენ თაგვარი შთამბალყო, მაგრამ ის ქრისტიანულ რელიგიაში რაღაც თაობების რაოდენობა უნდა გავიდეს. სავარაუდოდ შეიძლება ასე ვთქვათ, რომ რუსთველიც იყო ბაგრატო და შტოს წარმოადგენს. საინტერესო ერთი ფაქტია. ახლა მე ამის მოყოლის არ დრო, ოდესმე თუ გიქნება სურვილი შეგვიძლია ცალკე ვილაპარაკოთ ვეფხის ხალხის გეოგრაფიის შესახებ. არის ერთი ფაქტი ასეთი რუსთაველში. თუ ჩვენ ვივარაუდებთ კი არა, თითქმის ჩემთვის ეს ჭეშმარიტებად არის მიჩნეული, რომ არაბეთი, რომელსაც რუსთველი ახსენებს, სადაც როსტოვანი ცხოვრობდა, სხვა არაფერია თუ არა ქალაქ თბილისი და რატომ? მას კონკრეტული გეოგრაფიული ქვეყნები ყავს და აქვს დასახელებული, იქამდე მისასვლელი გზების დრო და მანძილი აქვს დასახელებული ზუსტად და ეს რომ არ ყოფილიყო, იგი ამას ვერ დაასახელებდა. ამის შესახებ დეტალური საუბარია საჭირო. გეტყვით უბრალოდ, რომ ეს ყველაფერი რეალურად არსებობს გულანშაროც, მულღაზანზარიც, ბაღდადიც აქვს მოხსენებული ერთ ეპიზოდში, ხატაეთიც, ხვარაზმიც და მისრეთიც, მაგრამ არაბეთი როგორც ასეთი აი ამ რეგიონებში არ ჯდება, იმიტომ არაბეთი ძალიან დიდი სამყაროა, დაწყებული აგერ არაბეთი იყოს თითქმის დიდი ბევრი საუკუნის განმავლობაში ირანიდან დაწყებული მაროკოს ჩათვლით და ესპანეთამდეც კი განვითარდა. მაგრამ აი ეს არაბეთი კონკრეტული არაბეთი სადაც შეიძლება თენათის და მის მამას როსტომას ეცხოვრათ გეოგრაფიულ, ასე ვთქვათ, რეალურ გეოგრაფიაში არ ჯდება, მაგრამ ერთი ძალიან მარტივი, ასე ვთქვათ, საფუძველი შეიძლება ამას მოეძებნოს. 4 საუკუნის განმავლობაში ქალაქი თბილისი იყო არაბეთის შემადგენლობაში. საამირო იყო არაბეთი. საამირო იყო, დიახ, ზუსტად აშოტ ყურაპალატის დროს 4 საუკუნე, დიახ, სანამ დავით აღმაშენებელმა არ გაათავისუფლა. ისე რომ ვინმეს ალეგორიულად თუნდაც ან ირონიულად თუნდაც ან კიდევ რა ვიცი, რეალურადაც ქალაქ თბილისიც რომ არაბეთი დაეძახა ეწოდებინა სრულიად გამართლებული იქნებოდა, იმიტომ რომ არაბეთის სახალიფოს ხალიფატის შემადგენელი ნაწილი იყო. და ამას ყველაფერს თავიდანებოდა გიორგი მესამე და თინათინი რომ უკაცრავად როსტოვანი და თინათინი რომ გიორგი მესამე და თამარის პროტოტიპები არიან, ამაზე ეჭვით შეტანა არ არსებობს. შესაბამისად ავთანდილის სხვა არავინ არ არის თუ არა თავად რუსთველი. ხოდა აი მივადგეთ იმ საკითხს, რაც უნდა გვეთქვა, ეს რაც აქამდე მოყვე უფრო დეტალურ საუბარს საჭიროებს და ოდესმე სხვა დროს ვისაუბრებთ. აუცილებლად. აი ეს მანძილები, რომელიც დასახელებულია ამა თუ იმ გეოგრაფიულ პუნქტებს შორის, ერთ ფაქტშიაც გამოისახება. როდესაც ავთანდილი წავა თავის ციხე-ქალაქში, სადაც თავისი ყმა, მსახური, თავისი გამზრდელი შერმადინი ეგულებოდა, მან 20 დღე იარავა. კონკრეტულად დასახელებულია ეს ფაქტი ამ თუ ასე ვთქვათ ავიღებთ ასეთ ფაქტს, ეს უკვე ისტორიული ფაქტია და იქიდანაც ცნობა იქნება რომ მაგალითად დასახელებულია რუსთველს რომ ქვაბიდან ტარიელიდან ფრიდონამდე 70 დღე იარავ, მერე კიდე 10 დღე იარავ. აი ეს მანძილები რომ გავზობოთ, დღეში ადამიანი დაუშვათ სადღაც 30 კილომეტრის მანძილის გადაფარავდა ცხენოსანი იქნება თუ ფეხით მოსიარულე და საშუალოდ იგულისხმება. შეიძლება ერთ დღეში გაივლო 50 და მეორე დღეს დაესწრება. დაუშვათ მაგალითად შესაბამისად ეს 20 დღე სავალი არის დაახლოებით 500-600 კილომეტრი. თბილისიდან თუ გადავზომავთ ამ მანძილს, აღმოჩნდება რომ აი ეს რეგიონი დასახელებული სპერის თურქეთში არსებული შავი ზღვის სანაპირო დღევანდელი ტრაბზონის რიზეც რეგიონი, აი ამ რეგიონში სავარაუდოდ უნდა ეცხოვრა ავთანდილს. და ამას კიდევ სხვა ფაქტორები იმავე პოემიდან გამომდინარე უჭერს მხარს, რომლის შესახებაც შეგვიძლია კიდევ სხვადასხვა ვისაუბროთ, მაგრამ ლაპარაკი იმისა რომ რუსთველმა საკუთარი თავი ავთანდილში გამოსახა და რომ ავთანდილი არის პოემის მთავარი გმირი და რომ ის ამას კიდე ერთი, ასე ვთქვათ, ამ საშუალებით ერთი საკითხის გამართლებაც შეგვიძლია. დავა იმის შესახებ, რომ იყო ესე ამბავი სპარსული ქართულად და რატო სპარსული იყო თუ არაო და ვერცად ვერ მოიძებნა. რა თქმა მართლაც არ არსებობს არანაირ სპარსულ და დიდ სპარსელების პოემებში მსგავსი სიუჟეტის მქონე ნაწარმოები არ არსებობს, მაგრამ როგორც ჩანს რაღაცა ამბავი იყო, რომ აი ეს ამბავი სხვათა შორის ალბათ რუსთაველამდე და მანამდეც იყო, რომ პიროვნება ეძებს თავის სატრფოს, რომელიც რაღაცა
მისტიურმა თუ აბსოლუტმა ძალებმა მოსტაცეს. ეს ინდურ რამაიანაშია დაფიქსირებული, როცა და რამა თავის ატრფოს ციტას ეძებს და ზღვის იქ არის, სადღაც კოჩქში და გაანთავისუფლებს. მეტი არაფერი არ ამბავია და თქვენ წარმოიდგინეთ ეს ამ ამბავმა მოაღწია აგერ პუშკინამდე და რუსლან და ლუდმილაში იგივე ამბავია, მოსტაცებენ ლუდმილას ჩერნომორი და ეს ამბავი მოარული ამბავი იყო მთელ აღმოსავლეთ რუსთაველმა ეს ამბავი როგორც ჩანს აიყო და ავთანდილის საკუთარი ამბავი ჩადო პარალელურად და ეს გააერთიანა და ის ალეგორიულად ნათქვამი რომელიც თქვი შეფარვით ეს ამბავი და შემიღბულად რომ ბევრს ასე თქვა უკან დასახევი გზა როგორც ჩანს დაიტოვა იმიტომ პირდაპირ რომ განეცხადებინა და გამოემჟღავნებინა მას თამარისადმი სიყვარული უფრო მეტ ალბათ რისხვას დაიმსახურებდა თავის თანამედროვეებისაგან ვიდრე დაიმსახურდა იძულებული გახდა რომ მოშორებოდა თავის ქვეყანას და სადაც ახასრულა თქვენ კარგად მოღეთ პალესტინაში არის ისე რომ რუსთველის ბაგრატიანობა საკმაოდ სარწმუნოა და კიდევ ის რომ მისი ასე ვთქვათ წარმომავლობა იყო სამხრეთ საქართველოს თანამედროვე ნუ მაშინდელი მოგეხსენებათ იმ ეპოქის საქართველოს ნამდვილად აის გული იყო თანამედროვე ტაოკლარჯეთ იყო ძირითადი საქართველო და იმის მერე ასე ვთქვათ სხვა ტერიტორიებზე განვითარდა ქართული ფენომენი ქართული გენი და ქართული ენა ისე რომ რუსთველის ბაგრატიანობა სავსებით სავარაუდოდ შეიძლება საოცარია ისე რომ აი ზუსტად მანძილებია მთხოვა ზუსტად და დარწმუნებული ვარ ამას ძალიან ბევრი გადაცემები არ იყოფა მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ კიდევ ვისაუბრებთ ჩვენ მომდევნო დიახ აი ეს საკითხი ჩემთვის დიდი ხანია ეს საკითხი ინტერესის სფეროს წარმოადგენს დრო და სივრცე ვეფხისტყაოსანში და აი პირველივე ასე თქვა და აზრი როცა გამოიჩენდა ამ საკითხის შესწავლას სწორედ ამის გამო იყო რომ დავაკვირდი აი თქვენ წარმოიდგინეთ არა მარტო ირანის ტერიტორიაზე მანძილები ზუსტად არის დასახელებული, რომ მანძილი მაშინ მოგეხსენებათ დღეებით განესახება, რამდენ დღეში გაიარა და გაივლიდა ამ მანძილს. გულანშაროში, როცა ქაჯეთში მიდიან სამივენი და დესტან დარეჯანის გასათავისუფლად, იქაც კია დასახელებული გულანშაროდან ზღვამდე რამდენი დღე იარეს. რამდენი დღე დასჭირდა გულანშაროდან ქაჯეთის ციხემდე, რომ მიეღწიათ ეს შემთხვევით არ ხდებოდა, ესე თავისით არ მოიფიქრებდა. ხა ნებისმიერი პოეტი, მწერალი ახლანდელი თუ ძველი ეპოქებისა, როცა წერს სხვა ქვეყნებზე, რომელშიც იგი არ ყოფილა, ნამდვილად არ დაასახელებს კონკრეტულ მანძილებს და დროს, იმიტომ რომ ვინმე შეედავება და შეიძლება ასე თქვა შეცდომაში გამოიჭიროს, მაგრამ რომ არ სწოდნოდა ვეფხისტყაოსნის ავტორს, ახლა ამ შემთხვევაში შოთა რუსთველი შეიძლება ასე თქვა პირობითი სახელია, მოდი ასე მოვიხსენოთ, ვეფხისტყაოსნის ავტორს რომ არ სწოდნოდა ეს ამ მანძილების სიზუსტე, ნამდვილად არ დაასახელებდა. ბატონო ალექსანდრე, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვ და მე იმეც ვიტოვებ, რომ თქვენ ჩვენი სტუმარი კიდევ იქნებით. კი ბატონო. და პატუცემულ ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვ და მომავალ შეხვედრამდე. კარგად ვწანდებოდეთ. Thank you.